ეს არჩევნები მაგაჟონას თემა. Salam. გააჩნია რაში და რითი. ახლა არ ვიღებ მონაწილეობას. ანუ კარგი იქნებოდა, მაგრამ არ მაქვს ამაგის ძრავი. უბრალოდ ვიღებ. ან მონაწილეობას არა ამჯერად რატომაც. ხო. ისე ვიდეოს ვიღებ. მაგარია. ასწორებს. მიდის ჩაწერა ხმა. ორივეგან ერთი სახე რა. იმასთანაც ამასთანაც. ერთგან გაფასული მეორე წელით. არა ეგ ბევრად ადრე. ეგ რა ქვია მაგას. ედიკადან მოყოლებული ხანუ ვისი ხამისი ვისა. Okay, thanks for your comment. Yeah, you have to get ready, of course. So, I'll come tomorrow. Saad maქვს მაგიანი ტევადობა. იმასები რა ქვია, YouTube-ზე დავდებ, მე ვშლი. ხო, ჩემი გვერდი მაქვს YouTube-ზე და არა მარტო ჩემი გამოფენა და არა მარტო ამ მომენტში არა.
ახლა უბრალოდ ვიღებ და აი მაგალითად იქ რომ ჩემი სახე გამოჩნდა იმაში. რა ქვია მაგას? სარკეში შემთხვევით. იმ მონაკვეთს რა წამნახევარს თუ დაახლოებით რაღაც მასე წავშლი. წობა აძალ შელს. მას განსაკუთრებულად მინდა მიაქციო მონაკვეთი. ქვემოთ რაც ეს დემონსტრაციის ანალოგიები არის, რაც იყო უამრავი ვიცი და პირადად შემხვედრია ბევრი. შამაც. Ну, შესაძლებელია ჯარა შეიძლება. შესაძლოა შესაძლებელი შეიძლება. თავარი მესიჯი. იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა.
გოგოები. არის? ეს გოგოები შრომობენ მავერათხოვეთში. ამას ყველაფერს შრომობენ. ხო. ისე. კაცების რძე. ნიკოიჩი უცი. გამოგაჩინა? იბილცა. სალამ. სალამ. აი ერთი ოთახი რომელიც გამომრჩა რას გადმომიგდებსო რა? უკვე მეთქე. ისე რომ მაგარი ნახატია რა. და ზუსტად მიმართულება. ეს არის ბარიერი. დაგმა უნდა იქონ ასე მინისტრი ასიმოთელი. ეს საკავი. მაგრამ ბარიერი ის და ამის გამო უბრალოდ გააჩვენეს კი მართალია ხო ქართული ჟურნალისტები გააჩვენეს აღწერის არაფერი და მინისტრმა უკამუნიას ჩააბარა ჩემი თავი მე თქო ხაკვარიო ბედი თქვენი მე ხაკვარიო ბედი თქვენი თორა ციმბი დაჭერა შემაშინეს და მე განიხილეს ჩემი ისე სამწუხაროდ ამოկედა გამფრინდზე მონაწილეობის მიღება. პირობითი საჯელი ამ ხანაგური სასამართლოები იყო. ისტორია არის ბატონ ალექსანდრეს რომ მოუყვება და ისე ჩაიწერა. და ესე იგი პინგვინები რო ჩამოუყვანია ბიძინას, ერთ-ერთი გარდაცვლილა იმის გამო რომ შეუჭამია მერცხალი. და გაეჭედა კისერში და ამის გამო გარდაცვლილა ეს პინგვინი და მე თორმე ბიძინა კითხულობდა რა უნდა აქ პინგვინის ისა მერცხალს. ბაობაბების ამბავზე კი შემდეგი ისტორია არის, რომ ჩამოუტანია ბიძინას ბაობაბები გურიაში
იმის გამო რომ გურია არის ნესტიანი ადგილი და წყლიანი მიწა არის გაუწყია პობა ბაობაბის ფესვებს. ამის გამო გადაუწყვეტიათ რომ ხორბალი ჩაეყარათ ფესვებში რომ ამოეტუმბა წყალი შეესრუტა ასე ვთქვათ წყალი და ხოლო ამ ხორბალმა კი გააჩინა თაგვები რომელმაც დაიწყეს ფესვების ღრღნა და უარესი პრობლემები შეუქმნეს ბაობაბებს და ამ პრობლემის გადასაწყვეტად უკვე გადაუწყვეტიათ რომ მოეყვანათ ზღარბები რომლებიც შეჭამდნენ თაგვებს და მთელი გურიის მასშტაბით დადიოდნენ და ყიდულობდნენ ზღარბებს რომლებიც შეჭამდნენ ამ თაგვებს. საბოლოო ჯამში მაინც ისე დასრულდა ბაობაბების ამბავი როგორცაც უზურვებთ ბიძინას გახმა. ძალიან კაი. ეგა Ოცი 24 ჯუჯები სტუდიო რუსთავ fuck the system Yahoo!